დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ როგორც ყოველთვის ადამიანზე ვსაუბრობთ და ხაზს უსვამთ იმას, რომ ყოველი ადამიანი არის ერთადერთი განუმეორებელი, უნიკალური. შეუფასებელია მისი განუმეორებლობა და ასეთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავდებით, ჩვენ ვქმნით მრავალფეროვნებას. დიახ, ნებისმიერი საზოგადოების ხიბლი მრავალფეროვნებაში. ნებისმიერი საზოგადოების ღირებულება განისაზღვრება იმით, თუ როგორ ვექცევით განსხვავებულ ადამიანებს და ასეთ შემთხვევაში, როდესაც მრავალფეროვნება გარკვეულ პროფესიულ საკითხებთან იკვეთება, ჩვენ აუცილებლად უნდა ვკითხოთ გამოცდილება იმ ადამიანებს, ვისაც ამ ტიპის მრავალფეროვნებასთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს. დღეს ჩვენ საუბრობთ თარიღზე, დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს უკავშირდება და არა უბრალოდ მრავალფეროვნებას გულისხმობს, არამედ ნეირომრავალფეროვნებას. რას ნიშნავს ნეირომრავალფეროვნება და რატომ არის ასე მჭიდროდ დაკავშირებული დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით? ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემის მეგობართან ერთად, რომელიც სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით სისტემატურად ყოველწლიურად მოდის ჩვენს გადაცემაში, იმისათვის რომ მთავარი სათქმელი საზოგადოებას გაუზიაროს. დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ ბავშვთა ნევროლოგი პროფესორი ქალბატონი ნანა ტატიშვილი. დილამშვიდობისა ქალბატონი ნანა. დილამშვიდობისა. ჩვენ არ ვარღვევთ ტრადიციას და მრავალი წლის მანძილზე თქვენ სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით აუტიზმის ცნობადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ყოველთვის მოდიხართ ჩვენთან გადაცემაში. და დღევანდელი ჩვენი სათქმელი სწორედ ისეთივეა, როგორიც მთელ მსოფლიოში სამედიცინო საზოგადოების და არა მარტო სამედიცინო საზოგადოების ნეირომრავალფეროვნება და მისი გაძლიერება საზოგადოებაში. რას ნიშნავს ნეირომრავალფეროვნება? რას გულისხმობს? თქვენ კარგად აღნიშნეთ დასაწყისში, რომ ჩვენ ყველანი ვართ განსხვავებულები და ეს განსხვავება სხვადასხვა ხარისხით არის წარმოდგენილი. ასევე ჩვენ განსხვავებული ვართ ჩვენი ნერვული სისტემის, ჩვენი ქცევის, ჩვენი აღქმის თვალსაზრისი და ვიცით ჩვენ რომ სწორედ აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანები არიან განსხვავებული ჩვენგან და საზოგადოებას აუცილებლად ჭირდება მათი სწორად აღქმა და სწორად მიღება. მე ძალიან მიხარია, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობეს და ერთი მხრივ საზოგადოების მიერ ბევრი განსხვავებული გამოვლენის მიღება და თუ წინეთ ძირითადი ჩივილი მშობლების სხვადასხვა ნეიროგანვითარებითი აშლილობის მქონე ბავშვების მშობლების იყო, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, ცუდი დამოკიდებულება გარემოს ამ ბავშვების მიმართ, თუნდაც ის რომ აი თითქოს ეცოდებათ, ისე უყურებენ, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვალა. რა თქმა უნდა, არ არის ჯერ ისევ იდეალური, მაგრამ დღეისათვის გაცილებით უფრო კარგი საზოგადოება გვყავს. დღეისათვის ამ ადამიანების ჩართულობა სოციალურ გარემოში გაცილებით უფრო უკეთესია, ვიდრე ეს იყო თუნდაც 5 წლის წინათ და ჩვენ დღევანდელი დღე და ეს ძირითადი დევიზი ამ დღის, რომ გავაძლიეროთ, მიმღებლობაც გავაძლიეროთ, ადამიანის თავისი განსხვავებული უნარების განვითარებაც გავაძლიეროთ, მათ მიმართ ჩვენი დადებითი დამოკიდებულებაც და ემპათიაც გავაძლიეროთ და ყველაფერი ეს მოგცემს უკეთეს საზოგადოებას და დღევანდელი ჩვენი შეხვედრაც ამას ემსახურება. როდესაც ჩვენ მთავარ სათქმელს აღვიქვამთ, ორი ნაწილი აქვს. ერთი მხრივ ნეირომრავალფეროვნებაზე კიდევ ერთხელ მითითება, რომ ეს არის რეალობა, ეს არის ფაქტი და ეს არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ეს უნდა დავინახოთ და მივიღოთ. მაგრამ მეორე ნაწილი გულისხმობს გაძლიერებას. ვისი მისამართით არის ეს ნათქვამი? ეს ეხება საზოგადოებას, ანუ ეს გზავნილი ასეთ შემთხვევაში მხოლოდ საზოგადოების მისამართით არის ნათქვამი, თუ ამ გზავნილის ადრესატი შეიძლება იყოს ოჯახიც, შეიძლება იყოს სამედიცინო საზოგადოება, შეიძლება იყოს თავად ადამიანი, ვინც ამ დიაგნოზს ატარებს. მე როგორც აღვიქვავ, ყველა ეს კომპონენტი, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, საჭიროებს გაძლიერებას. ოჯახი საჭიროებს საზოგადოების მხარდაჭერას. საზოგადოება საჭიროებს ცოდნის მომატებას და ამ მხრივ გაძლიერებას. და ჩვენ უნდა ვეცადოთ გარემომყოფი ადამიანები, პროფესიონალებიც და რიგითი მოქალაქეებიც, რომ მათ თავისი ადგილი ამ ადამიანებმა, თავისი უნარებით და ხშირად ეს უნარები ძალიან კარგია, საშუალო, კარგი, ძალიან კარგი, ზოგჯერ გამორჩეულად კარგი
და ჩვენ მივცეთ ყველა საშუალება ამ ადამიანს, რომ თავისი ადგილი იპოვოს ჩართულობის, აქტიობის თვალსაზრისით საზოგადოებაში. Რა თქმა უნდა, სამედიცინო საზოგადოებაც გაძლიერებას საჭიროებს, იმიტომ რომ მუდმივად იცვლება ინფორმაცია, მაგალითად ჩვენ 5 წლის წინათ არ ვამბობდით, რომ ეს იყო ბევრად გენეტიკურად განპირობებული მდგომარეობა, დღეს უკვე ვამბობთ, რომ 80% სხვადასხვა გენების მოქმედებით არის პირობადებული ამ ადამიანების თავისებურების, ასე რომ ნელ-ნელა ჩვენი საზოგადოების, სამედიცინო საზოგადოებას გულისხმობ ამჟამად ინფორმირებულობაც იცვლება, ჩვენც ვძლიერდებით ახალი ინფორმაციით, ახალი მტკიცებულებებით და ეს გვეხმარება, რომ უფრო კარგად გაუხსნათ გზა უკეთესი მომავლისკენ ამ ადამიანებს. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი წახნაგი წარმოაჩინეთ ახლა ქალბატონო ნანა, ერთი მხრივ მედიცინის შესაძლებლობები, რომელიც ცოდნის გაღრმავებასთან ერთად ძალიან ბევრი მექანიზმის გააზრების საშუალებას გვაძლევს და ახლებური გააზრების და მე თქვენ რომ საუბრობდით გამახსენდა ბოლო კვლევები, როდესაც ნაწლავის ჯანმრთელობისა და აუტიზმის ერთდროული გაანალიზება მიმდინარეობს და ამან შეიძლება მთლიანად შეცვალოს წარმოდგენები ნაწლავ-ტვინის ღერძის გათვალისწინებით. მაგრამ თქვენ თავარი თქვით, როდესაც ხაზი გაუსვით, დიახ, ნეირომრავალფეროვნება ფაქტია, მაგრამ შესაძლებლობების გააზრება და ამ შესაძლებლობების გამოყენების გაძლიერება არის საზოგადოების ამოცანა. რა შეუძლია ასეთ შემთხვევაში ერთ ოჯახს? შეუძლია მხოლოდ ერთ ოჯახს რამე შეცვალოს. თუ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ოჯახების ერთიანობა, რატომ არის სწორედ ასეთ თარიღებთან ერთად საზოგადოებების გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანი და რატომ ხვდებით ჩვენ ყოველწლიურად მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმზე პირველად არ ვსაუბრობთ. ამითი რომ შევაჯეროთ დღევანდელი საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების და ოჯახების გაძლიერებისთვის მათი ერთად ყოფნა. და მე აღფრთოვანებული ვიყავი წელს იშვიათი დაავადებების დღეზე, წარმოდგენილიყო უამრავი მშობელთა ორგანიზაცია და ახალგაზრდა ადამიანებმა, ახალგაზრდა დედებმა და მამებმა არაჩვეულებრივი თავისი მიღწევები წარმოაჩინეს ამ ბავშვების უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის გზაზე. და ისინი ნამდვილად თუ კი ჩვენ მივისწრაფით ევროპისკენ და ნამდვილად მივისწრაფით, მათ აჩვენეს, რომ უკვე ფაქტიურად ევროპული საზოგადოება ვართ, რადგან გვაქვს ძალიან ძლიერი მშობელთა ორგანიზაციები, რომლებსაც კავშირი აქვს საერთაშორისო მშობელთა ორგანიზაციებთან და რომლებიც ჩვენთან ერთად სპეციალისტებთან ერთად არაჩვეულებრივ ნაბიჯებს დგავენ წინ თავისი შვილების უკეთესი მომავლისთვის და მე მათ დიდ წარმატებას ვუსურვებ ამ გზაზე. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნანა დღევანდელი სტუმრობისთვის, მადლობა იმისთვის რომ ტრადიცია არც დღეს დაარღვიეთ და ჩვენთან ერთად ხართ. მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ბავშვთა ნევროლოგი პროფესორი ქალბატონი ნანა ტატიშვილი. დავიწყოთ ხო ინგლისურით ეკო? მოდი აბა დავიწყოთ. Hello, Mr. Jolly. მაჩვენე, სად არის ნერგი? თემიკოა, თეთრ წლის სწავლა, ყველაფერს. ქართული ვიცი, მათემატიკა, 19-20. ბავშვობიდან უცბად გადავიდა ბიჭობაში. რან დაემთხვა ის, რომ მეც თემიკოსთან ერთად სახლში მომიწია. ყოფნა თავისუფალი დრო უფრო მეტი მაქვს და დამიახლოვდა და მეგობრული ურთიერთობა უფრო გვაქვს, ვიდრე მამაშვილური. საყვარელია, ყველა ეფერება, ვიზუალიც აძლევს ალბათ ამის საშუალებას.
ახარ. მართლა? let's go. არავის გაყვირვებია 2 აპრილს, რომ ეს კადრები მოხდა ჩვენს გადაცემაში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენი გადაცემის ისტორია წარმოუდგენელია და ამ თემაზე საუბარი წარმოუდგენელია თემიკოს ისტორიის გარეშე. დიახ, თემიკოს ისტორია, რომელიც ქრონოლოგიურად მიყვება ამ თემასაც და თქვენ გახსოვთ მისი პირველი ნაბიჯები, ყველა ეტაპი, რაც მან გაიარა და ასე მოვედით დღემდე. რასაკვირველია, ამ თემებს ჩვენ პერიოდულად დაუბრუნდებით, მათ შორის თემიკოს ისტორიასაც, თუმცა დღევანდელი ჩვენი სტუმრები ასევე კარგად ნაცნობი ქალბატონები არიან. თქვენ მათ იცნობთ ქრისტიშანავას სიუჟეტიდან და ძალიან მიხარია, რომ დღეს სტუდიის სტუმრები არიან ეკა გაბადაძე და ანა თავხელიძე. მე მოგესალმებით, სიამოვნებით ჩვენთან სტუდიაში. განსაკუთრებით მაინტერესებს ანას შთაბეჭდილებები, იმიტომ რომ უნდა გავამხილო, ხო შეიძლება რომ გავამხილო. ანა გეგმავს გახდა ჟურნალისტი და ამ ატმოსფეროში მოხვედრა მისთვის იყო ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ მოგწონს აქაურობა? მოუწონს, მაგრამ ტელევიზიაში მოუწონს. ტელევიზიაში მოგეწონა? კი. ძალიან კარგია, როდესაც შენ უკვე იცი რა გინდა გააკეთო, მაგრამ სახლში დედიკოსთან მუშაობ ხოლმე, მაგალითად ეკას უღებ ინტერვიუს? კი. მართლა, კარგი სტუმარია ხოლმე, კარგი რესპონდენტია ეკა. თუ ყველა კითხვას არ პასუხობს? მე აპასუხო. არ პასუხობს? ეკა, როგორ მოხდა ეს ამბავი? ანა მღერის. მღერის. პრაქტიკულად ანა ისევე როგორც თქვენი ისტორია ჩვენს თვალწინ გაიზარდა და სიუჟეტიდან ანა მოხვდა დღეს გადაცემაში. მრავალფეროვნება, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების მრავალფეროვნება თქვენთვის, ანასთვის, საზოგადოების გაძლიერება და გაზრდა ამ თვალსაზრისით. რას ცვლის ეკა? თქვენი ცხოვრების გზა, ანასთან ერთად განვლილი გზა რომ გაიხსენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რაც გავიარეთ, რომ არა ის საზოგადოება და მიმღებლობა, რაც მართლა წამოვიდა მასიურად ადამიანებთან, ალბათ დღეს ესე მხიარულად აქ არ მოვიდოდით. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მშობელი იღებს ამის გამო სტრესს და მე მგონი გაიზარდა საზოგადოება. უფრო მხარდამჭერია საზოგადოება, ვიდრე თუნდაც 5 ან 10 წლის წინ იყო. რა თქმა უნდა არის. თუმცა არის პრობლემები, მაგრამ ძირითადად მაინც გაიზარდა საზოგადოება ნამდვილად. ჩვენი განვლილი გზა აქამდე მრავალფეროვანი იყო ნამდვილად ანას შესაძლებლობიდან გამომდინარე. თუმცა არიან ბავშვები, რომელსაც ნაკლები შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ძირითადად მაინც წინ მივდივართ, უკან რეგრესია არსად არ არის. ანა, როდესაც მღერის ასეთ დროს დედიკო ერთვება? კი. თუ მარტო გირჩევნია სიმღერა? მარტო გირჩევნია. მაგრამ დედიკოც ერთვება. ეკა ერთვება. გასაგები არ უნდა გაგიკვირდეს, დედიკოები ვერ თვებით ხოლმე რაღაცებში ვერ ვითმენთ. საოცარი ენერგია აქვს ბავშვს, რომელიც მღერის, ბედნიერია და უხარია, როგორ შეიძლება დედას არ გადმოედოს და მასთან ერთად არ იმღეროს. მართლა ძალიან დიდი ენერგიის მატარებელი ბავშვია. შენ სამხანაგებთან ერთად თუ გიყვარს სიმღერა და თქვათ მათთან ერთად გართობა და ცეკვა? ცეკვა და სიმღერა? მეგობრებთან. კი. ცოტა ხნის წინ ანას დაბადების დღე ქონდა. თვითონ აირჩია, რომ გადაეხატა კარაოკე კლუბში, სადაც მეგობრებთან ერთად იმღერებდა და იცეკვებდა და თვას თვითონაც როგორი იყო შენი დაბადების დღე? როგორ იყო? კლუბში ვეღარათი უფრო და კარაოკე იმღერი. სიმღერა და ცეკვა არის ძალიან ნიშნულოვანი, რაც ადამიანებს აბედნიერებს. შენ სხვაზე ფიქრობ. მე მგონი რომ ასე ფიქრობ. კი? მე მადლობა უნდა გითხრათ დღეს თქვენ მობრძანებისთვის. მადლობა უნდა გითხრათ იმისთვის, რომ ამდენ ხანია ჩვენთან მეგობრობთ ჩვენს გადაცემასთან. და ანას მინდა ვკითხო, ვიდრე დაგემშვიდობებით. ანა, როგორ ფიქრობ, როდესაც სხვადასხვანაირები არიან ადამიანები, ეს კარგია? კი, კარგია. კარგია და მრავალფეროვნება კარგია. სხვადასხვა უნდა გავამხილო, რომ მიკროფონზე მკითხა. ეს ერთად რომ გვიკეთია, ყველას გვიკეთია და
ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს მისი მომავალი საქმიანობის ერთ-ერთი შემადგენელი ატრიბუტი გახდება. ეკა, მადლობა, რომ მოგვეცი საშუალება ანასთან გასაუბრების და მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ადამიანები, ქალბატონები, რომლებიც თქვენ გახსოვთ ჩვენს გადაცემაში გასული სიუჟეტიდან, თუმცა მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ანა უკვე დიდი ქალბატონია და ახლა უკვე სხვა ასაკობრივ ჯგუფში მყოფი აღმოჩნდა ჩვენ სტუდიაში დედიკოსთან ერთად ეკა გაბადაძე და ანა თავხელიძე იყვნენ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები. მე დღეს ამით გემშვიდობებით და ვიდრე დაგემშვიდობებით აუცილებლად შეგახსენებთ. დღევანდელი თარიღი არ არის ერთადერთი დღე, როდესაც მრავალფეროვნებაზე უნდა ვისაუბროთ. დღევანდელი დღე და დღევანდელი თარიღი არის მხოლოდ საბაბი იმისათვის, რომ დავაფასოთ ჩვენი განსხვავებულობა, განსაკუთრებით ნეირომრავალფეროვნება და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოება ნეირომრავალფეროვანი თავის შემადგენლობით გაძლიერდეს იმისათვის, რომ უფრო მაღალი ხარისხის ცხოვრება ჰქონდეს მომავალში ჩვენ საზოგადოებას, უფრო გამართული იყოს, არა როგორც მოსახლეობა, არამედ როგორც სრულფასოვანი საზოგადოება. მე ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და ღირსეულობას გისურვებთ.